დაახლოებით 1500 ჩვენი თანამებრძოლი, ვინც ჩვენს ორგანიზაციაში არის გაწევრიანებული, ეს 1500 კაცი ერთი თვის განმავლობაში აორგანიზებდა თბილისის და დანარჩენი საქართველოს რეგიონების მასშტაბით ამ სველობას და ამ ღონისძიებას. ანუ ეს 1500 კაცი დადიოდა სამეზობლოში, უბანში, სამეგობროში და მათ შორის თავად კრებდა იქ წამოსვლელ ადამიანებს. ამიტომ ანუ ნახე, ბოდიში გარდა იმისა, ვინც დაორგანიზების გარდა რა თქმა უნდა, იქ სადაც უამრავი ადამიანი გამოვიდა, ჩვენ დაახლოებით ბირთვის ზუსტი ციფრი ვიცოდეთ, რამდენი გამოდის. კი, რამოდენიმე 1000 კაცი ჩვენ მოვიყვანეთ, ჩვენ რა, ანუ ჩვენს მიერ დაორგანიზებულმა ამ 1500-მა კაცმა მოიყვანა სახელებით და გვარებით. იქაც წვიმა რო არ ყოფილიყო, უფრო მეტი ადამიანი მოვიდოდა, უამრავი ეგეთი ინფორმაცია ჰქონდა ჩვენ რომ აი მაგალითად ერთი ოჯახიდან მოდიოდა 10 კაცი. მაგრამ ვინაიდან ცუდი ამინდი იყო, წვიმა წამოვიდა, ეხა ბავშვები, მოხუცები იმ ადამიანმა სახში დატოვა. ნუ ეხა მით უმეტეს, ეხა ალბათ ამაზე ნაკლებად ღირს საუბარი, მაგრამ დაორგანიზებულ ნაწილში თუ ვიღაცამ თავი შეიკავა, ორგანიზების მიღმა თავისით გამოსვლებში დარწმუნებული ვარ, ეს ციფრი ბევრად აღარ იქნება. და ბუნებრივიცა, ეხა ჩვენ კი გვიყვარს ხოლმე საუბრები, რომ აი რაღაცა წვიმამ არ უნდა შეგვაჩეროს მაგრამ გვაჩერებს რა ეხა ბუნებრივია ხა როდესაც ასაკოვანია მაგალითად მშობელი ან ბავშვებია ხო ეხა პატარა მცირეწლოვანი ბავშვები და გეშინია რომ რაღაც ავათ არ გახდნენ ბუნებრივია ხო არ გაგიცივდეს ცხადი ეხა მოერიდები შენ თვითონ კი მიხვალ მაგრამ ეს გასაგებია და ამან ცხადია ხელი შეგვიშალა მაგრამ მიუხედავად ამისა 20000-მდე ადამიანი გამოვიდა 7 დეკემბერს ქუჩაში. ეს იყო ერთ-ერთი უპრეცედენტო მასშტაბის აქცია, დემონსტრაცია, თავისი თვითონ იმ ამინდიდან გამომდინარე, თვითონ შინაარსიდან გამომდინარე და თვითონ დრამატურგიიდან გამომდინარე, როგორც საერთოდ ერთი ფოთოლი არ ჩამოვარდნილა ხიდან. ჩვენ უსაფრთხოების საკითხსაც ვაორგანიზებდით, სიტყვის გამოსვლის საკითხსაც ვაორგანიზებდით, რომ იქ რაღაც ზედმეტი ექსესი არ მოხდარიყო, ვიღაცა რაღაც პროვოკაცია ვინმეს არ მოეწყო, ანუ მათ შორის უშუალოდ მიგელ ხილსის პერიმეტრზეც ყავდა მობილიზებული ჩვენი ხალხი, რომ ვინმეს რაღაცა იქ კანონ გარეშე ქმედება არ ჩაედინა, პროვოკაცია, რომელსაც მე ხელისუფლება ჩვენ დაგვაბრალებდა, ხომ ასე? ამიტომ ჩვენ ყველა ეს დეტალი გავითვალისწინეთ. და დარწმუნებული ვარ ამინდი, რომ უკეთესი ყოფილიყო, ორჯერ მეტი ადამიანი გამოვიდოდა. რაც ну ცხადია ახლა ჩვენ ამ აქციით არ შემოვიფარგლებით, ხო? ჩვენ თავიდანვე მქონდა ნათქვამი, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, ეს არის ფუნდამენტი იმისა, რომ საერთოდ გავარკვიოთ ეს საკითხი გვაწუხებს თუ არ გვაწუხებს და მე მგონი გვაწუხებს, ხო? ხალხის სიმრავლიდან გამომდინარე, ყველასთვის გაიგზავნა ის მკაფიო მესიჯი, რომ საზოგადოებას ეს საკითხი აწუხებს. ხელისუფლებას მე როგორც ხვდები, ვერ წარმოედგინა, მე რა ინფორმაციაც მომდის ერთი და მეორე მათი შემდგომი რეაქციიდან გამომდინარე ჩვენ ვასკვნით და ის შეიძლება ისეთ დასვნა გამოვიტანოთ რომ მათი არაადეკვატური რეაქციის შედეგად ისინი არ ელოდებოდნენ აი ამ მასშტაბის ხალხმრავალ დემონსტრაციას თუმცა ნუ ფაქტია ეს ერთი ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ჩვენი ამოცანა რა არის ანუ რა მივიღეთ ჩვენ ამ პირველი ნაბიჯით პირველი რაც უკვე აღნიშნე ეს არის ხალხს ნამდვილად გვაწუხებს და ხალხი ამ საკითხში არის საკმაოდ ურყევი მეორე საკითხი ხა რა გვჭირდება ჩვენ აი ეს 1500 კაცი რომელიც ბირთვია ხო ამ დაორგანიზების კუთხით უნდა გახდეს 5000 და 10000 რისთვის იმისთვის რომ ჩვენ ერთი თვე კი არ დაგვჭირდეს აქციის ჩასატარებლად და მათ შორის ერთ თვეში არ ვიცით წვიმა მოვა რაღაცა ყინვა მოვა თუ რაღაც უბედურება არამედ უნდა შეგვეძლოს ორ კვირაში ერთ კვირაში ამაზე უფრო ხალხმრავალი აქციის ჩატარება და ეს აქციები უნდა იყოს პერმანენტული აი ეს არის ჩვენი ამოცანა
ჩვენი რიგები უნდა გავამრავლოთ. ჩვენი ეფექტურობა უნდა გავამრავლოთ. ოღონდ აი როგორც აი აქციაზეც ითქვა და მე ამას ცალკე ვაპირებდი ახლა შეკითხვის დასმას და სოციალური ქსელები კარგად აჩვენებს ადამიანებს უჩნდებათ ხოლმე ეს განცდა რომ ეს კარგი იყო მაგრამ აი როგორია ამის გაგრძელება ნუ რა იქნება შემდეგში რა თქმა უნდა აქტუალური შეკითხვა და აქციიდან აქციამდე ნუ აქცია არ არის რაღაცა ერთი ცალკეული ერთი დღე აქციას წინ უსწრებს აი როგორც ჩვენ დასაწყისში თქვი მთელი სამზადისი და მთელი ერთი თვის ან თვენახევრის სამზადისის შედეგია მე აქცია შემთხვევით არ ხდება ხო აქციიდან აქციამდე აი თქვა ჯერ რა თქმა უნდა შემდეგი აქცია არ არის დაანონსებული მაგრამ თუ აი როცა და კონკრეტულ თარიღი როცა ითქმევა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ხედავდეთ შესაბამის საზოგადოებრივ განწყობებს ხო ანუ აქცია ესე ხო არ არის რომ აი მოდი ხალხო გამოვიდეთ სიტყვაზე პირობითად 25 დეკემბერს ხო და უბრალოდ რავი 25-ში რაც გამოვა ეგ იქნება ეგრე ხო არ არის ჩვენ შესაბამის განწყობებს უნდა ვხედავდეთ ალბათ ხო რომ შემდეგი გაგრძელება ამ პროცესისა როგორი იქნება ეს ყველაფერი რომ გვესახებოდეს ანუ რომ ვხედავდეთ დაახლოებით კონტურს და დაახლოებით სცენარს ამ პროცესის გაგრძელების დიახ, ნამდვილად, უყურე აქცია თავის თავად არაფერს არ ნიშნავს. მარტო აქცია გამოვედით და მორჩა, ну, სულ 100,000 კაცი გამოვიდეს. სულ 100,000 კაცი. ხო, უპრეცედენტო მასშტაბის ხალხმრავალი აქციაც რომ ჩატარდეს, თუ ამას არ მოყვას სისტემატიური მათ შორის საინფორმაციო თვალსაზრისით გარკვეული ღონისძიებები ატარე აქცია რამდენიც გინდა. ამაზე ჩვენს 7 დეკემბრის აქციაზე ბევრად უფრო ხალხმრავალი აქცია ჩაუტარებიათ, მაგალითად პროდასალურ ჯგუფებს. ხომ ასეა, რაღაც ორჯერ მეტი და ანუ სამჯერ არა, მაგრამ ორჯერ მეტი აქციები. ძალიან მრავალრიცხოვანი, თან არაერთი. მაგრამ მაგ მიმდინარეობა, მაგ ფლანგმა სრული კრახი განიცადა. ხომ ასეა? ანუ მარტო აქცია არ კმარა. ეგ ფაქტია, არც თუ საზოგადოებაში არ არის პერმანენტული უწყვეტი განწყობების შესაბამისი არაფერს არ იცავს. ყველაფერს წყვეტს განწყობა. საერთოდ აი მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში შენ მითხარი, აი ერთი აქცია, რომელმაც შეცვალა რაღაც პოლიტიკური შეერთებულ შტატებში კი არა, კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობს ეგ. არ არსებობს. ანუ ეგ ხა ისეთი რაღაცაა, ადამიანს რომ რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და აი ერთი აბი მითხარი, რომელსაც მიიღებ და მორჩება. რა თქმა უნდა, ყველაფერს ჭირდება კონკრეტული სისტემური და ორგანიზებული მუშაობა, რომელიც სხვადასხვა კომპონენტებისგან შედგება. საინფორმაციო კომპონენტისგან, განწყობების კომპონენტისგან, PR ტექნოლოგიებისგან და მათ შორის ქმედებებისგან, პოლიტიკური ქმედებებისგან. და ეს ყველაფერი მე დაგვირგვინდება ხოლმე კარგ შემთხვევაში არჩევნებში, არჩევნების გზით ხდება რაღაცეების ცვლილება, ან ცუდ შემთხვევაში რაღაცა რევოლუციური სცენარები და ასე შემდეგ. ცხადია ჩვენ ახლა რევოლუციურ სცენარზე აქ არც ვამბობ და ეგ არ არის კარგი ქვეყანაში რაღაც სახელმწიფო გადატრიალებები და არაფერს კარგს ეგ ქვეყანას არ მოუტანს. მაგრამ ეს ხელისუფლებასაც უნდა ესმოდეს. ეს არ უნდა იყოს მარტო ცალმხრივი, ხო იცი, ერთი ფლანგი უფრთხილდება სახელმწიფო ინტერესებს და მეორე ფლანგი არ უფრთხილდება და პირიქით ყველაფერს აკეთებს რომ რაღაცა გამოიწვიოს. მით უმეტეს ხელისუფლებამ. ხელისუფლებაც უნდა უფრთხილდებოდეს და არ უნდა მიიყვანოს საზოგადოება იმ ზღვრამდე, რომ ყველაფერზე წავიდეს, მათ შორის თვით დესტრუქციაზე, თვით დაზიანებაზე, სახელმწიფო ინტერესების დაზიანებაზე. არ უნდა იყოს ეგეთი განწყობა საზოგადოებაში, რომ აი ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და წყალსაც წაუღია ეს ქვეყანა. არ შეიძლება ის და აქ ამ პროცესს ორი მხარე უნდა ყავდეს. იმისთვის რომ ეგ არ მოხდეს. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. პირველი, რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხს, უშუალოდ ორგანიზატორები უნდა გავიზარდოთ, გამვრალდეთ. ანუ 1500 კაც კი არ უნდა უწევდეს გარდა მე გულისხმობ იმ ხალხის მიღმა, ვინც უშუალოდ მოდის, აქტიურობს ამ საკითხში და რაღაც დაანონსების შედეგად
რაღაც ინტერნეტში ნახავს ან ტელევიზიაში თუ ნახავს, ამის შედეგად მოდის. არა, მე გულისხმობ, ვინც საორგანიზაციო საკითხებშია ჩართული, ვინც დაგვეხმარება აქციების დაორგანიზებაში, ვინც მათ შორის თავის გარშემო დაორგანიზებს რამოდენიმე ადამიანს, რაც უფრო მეც მით უკეთესი, რომლებსაც კონკრეტულ დროს, როდესაც დაანონსდება რაღაცა რიცხვი, ეს კაცი მოიყვანს მათ შორის 10 კაცს ან 5 კაცს ან თავის ოჯახთან. აი ეგ გჭირდება სინამდვილეში. ეგ ჩვენ ახლა რის საშუალებას მოგცემს? პირველ რიგში მოგცემს იმის საშუალებას, რომ ერთი თვე კი არ დაგვჭირდეს ჩვენ, არამედ ბევრად უფრო შევამოკლოთ აი ეს მოსამზადებელი პერიოდი. ერთ კვირაში უნდა შეგვეძლოს ჩვენ აქციების ჩატარება. ერთ კვირაში. როგორც კი ჩვენ ამას მოვახერხებ და ამისკენ მივდივარ ჩვენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი უფრო შემჭიდროებულ ვადებში. ანუ უფრო სწრაფად. უფრო სწრაფად, უფრო პერმანენტულად და ეს ხელისუფლებასაც უნდა ეგონოს, ხელისუფლებას არ უნდა ეგონოს, რომ ახლა ერთი აქცია ჩვენ, ერთ აქციას ჩავატარებ და მე ჩვენი ენერგია ამით დამთავრდა. ზოგადად ნებისმიერი აქციის და პროტესტის ადრესატს თუ აქ ის განცდა, რომ ეს მარტო ერთხელ ხდება და მორჩა, სულ 1 მილიონი ადამიანი გამოვიდეს პირობითად ქუჩაში, ანუ ერთ გამოსვლას ნებისმიერი გადაიტანს. ანუ მას უკვე აქციის ადრესატს აქვს ის мотивация, რომ რავი, ხა ერთია გადასატანი, ერთი არის გადასაგორებელი. თან ხა ქართული ოცნება გადაგორების დიდოსტატია და დროის გაწელვის, ხო? ან თუ მას აქვს ის განცდა, რომ აი ერთ შვიდში სიტყვაზე ჩატარდება, ან აი მომავალში რომ დავაპირებთ რომელ რიცხვშიც არ უნდა იყოს. აი ის ერთი დღე არის მარტო და მორჩა და მე საინფორმაციო ბრძოლა ამ ერთი შეკრების წინააღმდეგ რომ მისი მნიშვნელობა დავაკრინოთ. აი სულ ეს არის და მეტი არაფერი, სულ რომ მართლა მილიონი ადამიანი გამოვიდეს, ნუ ეხლა მილიონი ძალიან ციფრია, მაგრამ რავი 100,000 რო გამოვიდეს ქუჩაში, თუ ეს ერთჯერადია, არანაირი პრობლემა მისი ადრესატისთვის არ არის. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას უნდა ხედავდეს, რომ მინიმალური ძალისხმევით ახერხებს ხალხი თვითორგანიზებას. მინიმალურ თან დროში. და თავარია რომ ხელისუფლება უნდა ხედავდეს მზარდ პროტესტს. რავი, დღეს გამოვიდა 5,000 პირობითად. ხვალ გამოვა 7, ეგ გამოვა 15. შემდეგი აქცია უნდა იყოს ამაზე განუზომლად უფრო ხალხმრავალი. აი ეს უნდა იყოს, მზარდი უნდა იყოს ეს პროცესი. ეს ერთი საკითხი, სუფთა საორგანიზაციო საკითხზე ვსაუბრობთ. მეორე საკითხი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს არის საინფორმაციო ბრძოლა, საინფორმაციო ომი, რასაც ქვია. რატომ? იმიტომ რომ შენ შეიძლება 100,000 კაცი ქუჩაში გამოიყვანო, მაგრამ თუ შენ ამ შედეგს, ამ განწყობებს ხალხის ცნობიერებაში, განწყობებში არ ასახავ, ფუჭია ეგ, არაფერს არ ნიშნავს. ეგეთი გამოთქმა არსებობს, რომ თუ შეიძლება ქვეყანამ დაკარგოს ერთი დივიზია ომში ჯარისკაცები, თუ ვერავინ ვერ გაიგო ეს, შესაბამისად ზიანის მინიმალურია, ხო? მაგრამ შეიძლება შენ რაღაც ბერათ უფრო მცირე ნაწილი დაკარგო, მაგრამ ისე გააბუქოს მოწინააღმდეგემ შენი მინიმალური დანაკარგი, რომ ამ ფსიქოლოგიური მძიმე ზიანი მოგაყენოს, ხო? საინფორმაციო თვალსაზრისით მით უმეტეს ამ ციფრულ ეპოქაში ამ პროპაგანდას კარგი გაგებით აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ეს ვინმეს თუ ესმის ხელისუფლებას. ცხადია, ჩვენს გვესმის და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია, მათ შორის ის ვიდეოები რო იდება, სურათები იდება, მონტაჟდება, კონტენტი რაც იდება, ამას ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ორგანიზებული. ხელისუფლებას ეგ რო ესმის, მაგითო გადაიღო იმედმა და პოზიტივიმ შეკრების დაწყებამდე აქცია, სადაც აჩვენეს ცოტა ხალხი და თქვენს რომ 1500 კაცი. რა თქმა უნდა, თანამედროვე ეპოქაში საინფორმაციო ომს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეგ ჩვენს გვესმის და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საინფორმაციო ომშიც მოვიგოთ და ეს ჩვენზე არანაკლებ ესმის ხელისუფლებასაც. პროპაგანდაში ისინი შეიძლება სიმართლე არ იყოს მათ მხარეს და ამიტომ უჭირთ პროპაგანდაში, იმიტომ რომ შენი პროპაგანდა რო იყოს ეფექტური, შენ სიმართლე უნდა გიმაგრებდეს ზუგს. შენ თუ სიმართლე ზუგს არ გიმაგრებს, რაც არ უნდა რესურსები გქონდეს, რაც არ უნდა ტელევიზიები გქონდეს, PR ტექნოლოგიები ყავდეს, ძნელია ტყუილის დაჯერება საზოგადოებისთვის. ეგ არ არის მარტივი.
შესაბამისად, მათ შორის აი Facebook-ზე იქნება, სოციალურ ქსელებში ვიდეოები რო იდება, დამონტაჟებული, ისე ხარისხიანი სურათები, ეს ყველაფერი თავისთავად კი არ ხდება, კაცო, ამ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებ, ჩვენი ჯგუფი აკეთებს, ეგ საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ეს თავისთავად არაფერი არ ხდება. თავისთავად არც ხალხი არ იკრიბება, არც რაღაცა კონტენტი იდება, ყველაფერს ჭირდება ძალისხმევა და ცოდნა და კონკრეტული მუშაობა. ამიტომ შემთხვევით არ იყო იმავე დღიდან, როგორც კი აქცია ჩატარდა, აქციას ჩატარებამდე, კაცო, სამთავრობო მედიებმა, სამთავრობო სპიკერებმა, პროპაგანდამ ორკესტრირებულად დაუწყო შემოტევა აი ამ ჩვენ იქ მყოფ ხალხს, სასულიერო პირებს მათ შორის, ანუ ყველას. ჩვენ რო ცოტანი შევკრებილი ყავით. აი ის რაოდენობა რო შევკრებილი ყავით, რასაც იმედი, პოსტივი, რუსთავი 2 და სხვა ოცნების პროპაგანდისტული საშუალებები აცხადებდნენ, ანუ 1500 კაცი, ხო? მერწმუნეთ, უბრალოდ 1500 კაცის იქით ამას არაფერი არ მოყვებოდა. აი უბრალოდ იტყოდნენ, რომ აი 1500 კაცი შეიკრიბა, ყველა ამას დაინახავდა თან ამას შენ ვერ ისე კი ვერ გააკეთებდი, რომ ამას ხალხს ხვანაირად დაანახებდი. ნუ ყველა გაიგებდა, რომ ცოტა ხალხია სინამდვილეში შეკრებილი. და მორჩა მეორე დღეს სხვა რაღაცაზე ილაპარაკებდა სამთავრობო პროპაგანდა. ამით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი.